მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იწერს ჩემს გვერდს. ეს არის თქვენი მადლიერება ჩემთვის, რასაც მე თქვენთვის უფასოდ ვაკეთებ. ძალიან ბევრი ადამიანი, თითქმის 40% უყურებს გამოწერის გარეშე ჩემს YouTube არხს. ან მაგალითად ზოგი ადამიანი გამოიწერს, შემდეგ ისევ unsubscribe-ს გააკეთებს და ისე უყურებს ჩემს არხს. მეგობრებო, თქვენ ამით არაფერი არ დაგაკლდებათ. მე მექნება мотивაციათ რომ ჩაგიწეროთ თქვენ ვიდეოები, ამიტომ ერთი ღილაკის დაჭერა უნდა subscribe-ს რომ დააჭიროთ ხელი, ან დარეგისტრირდეთ YouTube-ზე და გამოიწეროთ ჩემი არხი. დიდი მადლობა ამისათვის. დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვისი ჩარიცხობით მომდის ვიდეოების ყურების საფასურად. დიდი მადლობა თქვენ რომ კომენტარებს მიტოვებთ, გამოხმაურებებს ვიდეოს ქვეშ. შეძლებს და გვარად ყველას აუცილებლად გიპასუხებთ. დღეს მინდა გაგიკეთოთ ისეთი ვიდეო და რიტუალი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ერთ-ერთი მოთხოვნად რიტუალებს შორის ჩემთან და ყველას აქვს პრობლემა ამის. ეს არის მამაკაცის მობრუნება. იცით როგორ მამაკაცის მობრუნება ბედის არ ქონა ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ხშირად ქალბატონებს გვარი აქვს დაწყევლილი, ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი და მის გვარში ვერც კაცები, ვერც ქალები ვერ იხარებენ. ზოგს დაწყევლილი აქვს მამის მხრიდან, ზოგს დაწყევლილი აქვს დედის მხრიდან. ადამიანს აწევს ჯადო, ან ადამიანს აწევს წყევლა, ცუდი რაიმე და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას. ზოგს უმართლებს ფულში, მაგრამ არ უმართლებს ბედში. ზოგს უმართლებს ბედში, მაგრამ არ უმართლებს ჯანმრთელობაში. იცით როგორ არის წყევლა, ჯადო, თვალი. ეს არის ყოველდღიური ნეგატივი ზოგჯერ, რისგანაც ოდითგანვე ჩვენი წინაპრები იცავდნენ თავს. ყოველთვის, აი ბავშვსაც ხო, უკეთებდნენ ლოცვით, თქვათ რაღაცა დამცავს ან ბავშვი რო სხვა შეხედავდა, ტიროდა, შეულოცავდნენ. რაც უფრო დრო გაიზარდა ჩემო მეგობრებო, შური უფრო და უფრო გადიდდა. ადამიანებმა შეიძინეს ქონება, ყველაზე დიდი შური მაინც არის გარეგნობაზე ქალებში. არც ერთი ქალი არ გაპატიებთ თქვენ კარგად ჩაცმას, კარგ ცხოვრებას, კარგ მეუღლეს, კარგ შვილებს, თუნდაც კარგი კვება რომ გაქვთ, თუნდაც კარგი ასე თქვათ გელლაკი მანიკიური რომ გაქვთ, დასვენებას ყოველთვის გამოჩნდება ერთი ქალბატონი, ვინც თქვენ განადგურებას, ქმრის წართმევას, თქვენი შვილის დაჩაგვრას მოინდომებს. ხომ არის ხშირი შემთხვევები, რომ მაგალითად მეხუთე კლასელ ბავშვს უკეთებენ ჯადოს, მეშვიდე კლასელ ბავშვს უკეთებენ. ძალიან ხშირია მეგობრებო, იმის გამო რომ კარგად ეკვავს, კარგად მშობლები თმებით ათრევენ ერთმანეთს, ხო, რამდენი მოდის ჩემთან ესეთი ადამიანი, რომ ჩემ შვილს დაცვა გაუკეთეთ, ქალბატონ სოფიო, ეს გაუკეთეთ, ესეთი ამბავი მოხდა, ისეთი ამბავი მოხდა, ხო? ანუ შური იწყება ბაღის ასაკიდანვე. ხვდებით ხო? რაც შეეხება, ამიტომაც დაცვის რიტუალებს მე ვაკეთებთ, დაცვის რიტუალები ჩემთან იცით არის ძალიან რამდენიმენაირი, ეს არის სამაჯურები, რომელიც ვაკეთებ, გეთება რომის ფასი ღირს $950 პლუს პოსტა, ასევე ვუდუს რიტუალი, რომელიც $500 ღირს და ასევე მგლის კბილი, რომელიც გეთდება
და ესე ვთქვათ, გლისკიპოლზე არა მარტო დაცვა, არამედ წარმატება, ბარაკა 1700-1800 დოლარის ფარგლებში მერყეობს. იცით როგორ გითხრათ, ეხლა რაზეც მინდა გავაკეთო, ეს მიმოხილვა გავაკეთე, იმიტომ რომ ადამიანებს ბედი არა აქვთ ზოგს, იმიტომ რომ ზოგს დაწყევლილია, ზოგი მეზობლისაგან გათვალულია, წმენდა სჭირდება სრულიანი ადამიანისაგან, სანამ წმენდას არ გაიკეთებს ვერაფერს, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც უბედურ ბედზე ტრიალებს, მაინც იგივე ზაზუნასავით, მაინც იგივე ბედს უბრუნდება. ამიტომ რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, თქვენ უფრო დაიტანჯებით და უფრო სანერვულო გაგიხდებათ, სანამ ამ ყველაფერს არ მოიშორებთ. როდესაც ჯადო აქვს ადამიანს ოჯახზე გაკეთებული და ოჯახი ენგრევა, ეს სხვა საკითხია. ბევრი დაქალი ვიცით ხო, ჩვენ ტელეგრამზე ვისაუბრეთ, რომ დაქალი შედის ოჯახში და ოჯახს უნგრევს ადამიანს მის მეუღლესთან ძინავს, ხო, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია, როდესაც შენი დაქალი შენს მეუღლესთან ძინავს და არის საშინელება, ეს ძალიან გავრცელებულია, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, ქართველებში ძალიან ეს არის ამაზრზენი ჩემთვის. კიდევ ერთხელ ვიძახი, საყვარლის ყოფნა არ არის ამაზრზენი 2, 3, 10, 30 ადამიანი შეიძლება გყავდეთ მეგობრებო. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ როდესაც ხვის ოჯახში შედიხართ, სვამთ, მიირთმევთ, ჭამთ და მისი ქმარიც თქვენ გნებავთ და ამ დროს ამ გოგონას წატყუებთ, ეს გოგონა ზოგი ვიცი ახალდაბადებული ბავშვთან ერთად არის და მას ოჯახს ართმევთ, ეს საშინელებაა მეგობრებო. ამიტომ ზოგს დედა უკეთებს ჯადოს, ხო, რამდენია ესეთი დედამთილები მოდიან და მეუბნებიან, რომ აი გაუკეთე რომ ჩემი შვილს დაშორდეს, იმიტომ რომ ჩემი შვილი ერთადერთი შვილია და ის განათხოვარი გოგოა. რა ქნას იმ განათხოვარმა გოგომ, რომელსაც არ გაუმართლა ცხოვრებაში, ხო? ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, დედამთილი აკეთებს საშინელებებს, ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ კაცები სხვა მიზნებით მიდიან. ამიტომაც გვჭირდება ჩვენ ადამიანის მოbrunება. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ვიდეო თქვენ, ეს არის ზოგადი. კი, დაგეხმარებათ, მაგრამ თუ თქვენ ძიროულ პრობლემას არ ჩაწვდებით, ხომ, მაინც თქვენი პრობლემა უნდა გამოიკვლიოთ. კი, ძალიან ძლიერი ვიდეოა, ძალიან ძლიერი რიტუალია, ეს თქვენ ძალიან დაგეხმარებათ. მაგრამ ყველა ადამიანს თითქმის სჭირდება წმენდა და ესე ვთქვათ, მეგობრებო, ესე იგი, უკაცრავად ხმა თუ მოგესმათ, იცოდეთ, რომ ეს არის ჩემი ძაღლი და სხვა არაფერი არ გიგონოთ, როგორც ყოველთვის ჩემი ძაღლი ყოველას გვიშლის ხელს. მაშინ სადამე მეგობრებო, მე რა მჭირდება თქვენგან? მე მჭირდება თქვენგან თეთრი ან ვარდისფერი სანთელი, ვისაც როგორ გინდათ, ვისაც თეთრი ან ვარდისფერი სანთელი არა გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ საეკლესიო სანთელი, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თეთრ ან ვარდისფერ სანთელს თუ აიღებთ. ასევე ერთი ცალი ფურცელი, ჩვეულებრივი, ძალიან პატარა ფურცელი რვეულის. დააწერეთ ერთ მხარეს თქვენი სახელი, მეორე მხარეს თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი. და რაიმე თებშივით, რომ ამ ცეცხლს რომ დასწვავთ, ფურცელს მერე არ დაგეწვათ ხელები და ასე შემდეგ. ჩააქრეთ შუქი, მეგობრებო. დამშვიდით, დახუჭეთ თვალები. ანთეთ სანთელი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი არის თქვენთან. ხელში დაიჭირეთ თქვენი ქაღალდი, სადაც გიწერიათ ერთ მხარეს თქვენი მამაკაცის სახელი და მეორე მხარეს
თქვენი სახელი მომოჭეთ, მუჩში შეკარით და ჩურჩულით თქვით შემდეგი სიტყვები. ჩვენი ბილიკები ერთმანეთს უბრუნდება სიყვარულით, სინათლით, მშვიდობით. თუ ის ჩემია, ნება იყოს, რომ დაბრუნდეს. გაიმეორეთ სამჯერ. ჩვენი ბილიკები ერთმანეთს უბრუნდებიან სიყვარულით, სინათლით, მშვიდობით. თუ ის ჩემია, ნება იყოს, რომ დაბრუნდეს. ჩვენი ბილიკები ერთმანეთს უბრუნდებიან სიყვარულით, სინათლით, მშვიდობით. თუ ის ჩემია, ნება იყოს, რომ დაბრუნდეს. როდესაც ამას იტყვით, დაწვით ქაღალდი სანთელზე, რომელიც ანთებული გექნებათ და უყურეთ ცეცხლს. ცეცხლს უყურეთ ეგრე როგორც ემოციას, რომ აი თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან ბრუნდება. როდესაც დაიწვება სანთელზე ფერფლი, გადააგდეთ ფანჯრიდან, ან ქარს გაატანეთ. როდესაც მუჩში მოიქცეთ და ფერფლს გადაყრით, ხელები გადაიფერთხეთ და იმ მხარეს აღარ მიიხედოთ. ეს რიტუალი არის იმდენად ძლიერი, რომ ეს რიტუალი არის უკვე თქვენში. თქვენ უნდა ეს გჯეროდეთ და არა შეპყრობილი იყოთ. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ეს მოხდება და არა შეპყრობილი იყოთ. ანუ განსხვავება ხვდებით, ხო? თუ გჯერავთ და არა ხართ შეპყრობილი, თქვენი სიყვარული გზას იპოვის. მაგალითად, როდესაც ჩემთან აკეთებენ ადამიანები ვიდეოს, უკაცრავად რიტუალს, ვეუბნები, იცით კი, დაბრუნდება ეს ადამიანი ნამდვილად, მაგრამ ძალიან გთხოვთ. არ იფიქროთ, რომ ვაიმე 5 დღე გავიდა, ვაიმე 10 დღე გავიდა, ვაიმე 15 დღე გავიდა. ეს არის შეპყრობა და როდესაც შენ გჯერა გულით, რომ ეგ ადამიანი დაბრუნდება, ეგ აუცილებლად დაბრუნდება. რიტუალი გააკეთეთ, მეგობრებო, 6ჯერ. ანუ პირველი დღე, მეორე, მესამე, მეოთხე მიყოლებით 6 დღე. ძალიან ადვილია და სჭირდება სულ რაღაცა 2 წუთი. დაისვენეთ მერე რამოდენიმე დღე და გააკეთეთ კიდევ, სანამ საწადელს არ მიაღწევთ კიდე 6 დღე. რიტუალი იმდენად ძლიერია, თქვენზე თუ არ იმოქმედა, ან იმ ადამიანს აქვს ჯადო გაკეთებული, ან გაქვთ თქვენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს რიტუალი მოქმედებს და ადამიანი გამოდის კონტაქტზე. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან. დიდი მადლობა, რომ მიზიარებთ, ვიდეოს ქვეშ დამიწერეთ, თქვენ რა გაგიხარდებოდათ ჩემგან, რა გნებავდათ რომ ჩავწერო. მადლიერი ვარ, რომ მიზიარებთ უკავშირს, ჩემთან კონსულტაციაზე ჩასაწერად, ჩაეწერეთ +1 718 506 28 24, მხოლოდ WhatsApp-ზე. გიპასუხებთ ამერიკის დროით. გაითვალისწინეთ, რომ ყავს უამრავი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ დღეში მე ამდენ ადამიანს ვერ ვიღებ. ეს ადამიანები გადანაწილებული არიან სხვა დღეებზე და არის რიგები. ხშირ შემთხვევაში 10 დღე უწევს ზოგს ადამიანს დალოდება. ამიტომ სწრაფი მიღება ჩემთან დღეს $150, თუ არა და თქვენ შეგიძლიათ ჩადგეთ რიგში და დაელოდოთ თქვენს რიგს. დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით, იყავით ბედნიერი და თქვენი ყველა სურვილი აგისრულდეთ და იყოს ასე. ამინ.